ინფორმაცია, რეგისტრატორი არის საგადასახადო და საგადასახადოდან თავისუფლად შეუძლია დამოიღონ. აქ თუ არის ლაპარაკი იმაზე, მანდ ხა ვალდებულებაზე მითითებული არ არის, ხა ვალდებულება გაქვთ თქვენ იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები არის. აბა სწორად არის შედგენილი, ბარემ გითხარი. რა. სწორად არის შედგენილი ეს ყველა. მე მგონი ეხლა არასწორი არის, მარტივი კითხვაა რა. მე როგორც გიორგი გაჩეჩილაძე ვარ თუ არა მაესტროს დამფუძნებელი და აქ მაესტროს დამფუძნებლებში შეიცვალა თუ არა რაღაც რა. მე რაღაც აესეთი ეჭვი მაქვს გაჩენილი რა. მე რაც მახსოვს ეხლა ბოლო მონაცემები და რა ვიცი ეხლა ალბათ მოგვისმენენ და მე რაღაცას ალბათ გადმოაკეთებენ რა. ჯობია გადააკეთონ რომ კანონთან მაინც იყოს რაღაც შესაბამისი შინაარსობრივად კი არაფერს არ შეცვლიდეს მაგრამ აი მაგალითად ხო რა ხდება იქ არის იდენტური ესე ვთქვათ დამფუძნებლები რა იდენტური ყავს ერთი და იგივე დამფუძნებლები ყავს რუსთაველსაც და მზესაც რა პროცენტულადაც მე ხარ ვიცი შეიძლება რამე შეიცვალა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლოს ესე ეს ნუ კანონი იძახის რომ ლიცენზიის მფლობელი, საერთო ლიცენზიის მფლობელი თავის ესე ვთქვათ ურთიერთდამოკიდებულ პირთან ერთად შეიძლება ფლობდეს მხოლოდ ერთ საერთო ლიცენზიას ტელეს და ერთ საერთო ლიცენზიას რადიო აუწყებლობას. ხა ეს არის კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ორი ლიცენზიას მინიმუმ ხო ფლობს რა, ერთი და იგივე დამფუძნებლები ყავს რა. კი, ორი სხვადასხვა კომპანია, მაგრამ ურთიერთდამოკიდებული პირები როგორ არიან, ერთი და იგივე დამფუძნებლები ყავს. ეხლა მეცხრე არხი რა შუაში არის? მეცხრე არხის სანამ აქ შემოვიდოდი ბოლოს რამოდენიმე თქვა ერთი კვირით ადრე სანამ კიდე მქონდა საშუალება რომ რაღაცეები მენახა ხო ნახე რომ მეცხრე არხის დამფუძნებელი შეცვლილა ანუ ვინ იყო და ვინ არის ნუ ვიღაცა იყო რა ვიცი ხა ვიცოდით ვისიც იყო ზოგადად ვიცოდით ხო დამფუძნებელი ეხლა არის რუსთავი 2-ის დირექტორი არის 100% დამფუძნებელი მეცხრე არხის yes ეს არ არის უკაცრავად და კალბასის ცეხი ტელევიზია რა და ვისგან ფინანსები უნდა ვიცოდე რა ბადრი პადრაკაციშვილს ბიჭო მიედავენ ისეთ რაღაცაზე რა მე ჩემ ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რომ მე და ბადრი პადრაკაციშვილი ბარიკადის რომელიღაც ერთ მხარეს აღმოჩნდებოდით იმიტომ რომ რა ვიცი ის თავისთვის ჩვენთვის და ხო და რაღაცა სუისე იყო რა მაგრამ მიედავენ მეხუთე რიგის აფილირებულობაზე, ესე იგი იმედთან დაკავშირებით და უნდათ რა პრინციპში მე ეს მუხლი, ესე ვთქვათ, მიაკერეს, რომ როგორც არის აკრძალვა, რომ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, პარტიას და მის თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ ფლობდეს ლიცენზიას, არის ეგეთი ისა რა და ესე იგი იმედთან დაკავშირებით ერთ იმედს ყავდა იმედია დამფუძნებელი, მე იმედიას ყავდა რაღაც დამფუძნებელი, რაღაც დამფუძნებელს, რაღაც დამფუძნებელი და ბოლოს სადღაც აი მეხუთე რიგის დამფუძნებელში ჩანდა იმ ფონდში ბადრის რაღაც პროცენტი და თქვეს ამაზე რომ ფაქტიურად ირიბად ფლობსო იმედის ლიცენზიასო. გაიგე და ამიტომო არ ღოსო ამოხსო რომ ესე ვთქვათ პოლიტიკური პარტიის ის არისო რა და პრეზიდენტობის კანდიდატიო და ამიტომ არ შეიძლებაო რა მოკლედ რომ მე ამაზე შენიშვნა დაუწერე კაცო ამას რომ მისდევთ მეხუთე რიგის აფილირებულობაზე და იმ მუხლს რო იყენებთ იმ მუხლის პირველ პუნქტში წერია რომ უცხო ქვეყნის რეზიდენტი არ შეიძლება იყოს ლიცენზიის მფლობელი თუ ბადრი პატარკაციშვილი მეხუთე რიგის აფილირებულობით არის ირიბი მფლობელი უკაცრავად ეს რაღაცა ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული ის რო არის რაღაცა ის არ არის ირიბი მფლობელი რუსთავის იმისი რა ქვია მზის ხო არის და ამას რას უშვებით მეთქი ეს წერია და დევს იქ მაგრამ ადგინა წერე და იკითხე აი ხა ისევ რეიტინგებს უნდა დაუბრუნდე ყველა რეიტინგი მინდა აუხსნა დღეს საზოგადოებას რომ პირდაპირ თუ ირიბად არის ვანო ბილაბიშვილის მაგიდაზე დევს და ესე დღეში 5 რეიტინგი 6 რეიტინგი თუ მეტი არა აზის თვითმარქვია პრეზიდენტს კაბინეტში. მაშინ ერქვათ IPM-ი და ეხლა თქვათ რაღაც სხვა სახელი, არ ვიცი ზუსტად რა. ვიცი რომ ეხლა დაუშვათ ჭიჭიკოს და ვიჭიკოს გაცილებით მეტი ხალხი უსმენს. ვიდრე დაუშვათ აი 3-დან ან პირველიდან 2-მდე რაღაც გადაცემას რა. ხო და ეხლა რეიტინგში რომ მოდის რომ ამას უფრო მეტი ხალხი უსმენს, ვიდრე ამას აბსურდია რა. ეგ თქვასთან ახლოს არის რა, რაც შენ თქვი კიდე. ნუ დაუშვათ რა. თქვასთან ახლოს როგორ არის? არა, ეხლა რასაც გეტყვი იმასთან შეფარდებით. რას უნდა მითხარით მეთქი დასკვნა ხო, რომ მე ფულს ვიხდიდი. დასკვნა იყო ესეთი ეხლა რომ ჩვენი მაყურებლები წავიდნენ ზღვაზე. ზაფხული. გეფიცები. მაესტროს მაყურებლები მოტყდნენ. ხო და თუ ჩემი წავიდეთ მაესტროს მაყურებლები ჰაიდე ზღვაზე. რო ვერაფერი ვერ მოუხერხე ზღვაზე წავიდნენ და რაღაცებს რომ მეუბნებიან, რო ვერაფერი ვერ მოუხერხე ხა რა ვქნა, როგორ დავიჭირო, რომ არ მუშაობენ კეთილსინდისიერად რა.
ავდექი ანდაზე ავედი, ცნობა ავიღე რომ ხვალე 2 საათით გამოვთავ ტელევიზიას. მივწერე ეს წერილი რომ 2 საათით გამომერთე რომ ოფიციალური დოკუმენტი მჭეროდა ხელში და 2 საათი 3-დან 5-მდე გამოვხდეს ტელევიზია და ეს ტაბლოც კი არ დავკიდეთ. იყო შრიალი. ეს არასწავლია, კაც. შრიალი. ადამიანები იყო. იმათ ამოწმეს. ხო. და მეორე დღეს მომივიდა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც თბილისში 20,000 კაცი 2 საათის განმავლობაში გეფიცებით ეს ხო, ეს სასაცილოა და ჩვენ გავკოტრდით. ისე კარგად შრიალები, რომ იყურება 20,000 კაცი 2 საათი. ეს ხო შეიძლება 5 წუთი იყოს და დაგეზაროს გადაწყვეტ. ხო? 2 საათი ჩემებტერმა უყურე შრიალს რა. 2 საათი უყურებდნენ აი მას. შრიალს ყველა ყველაზე დიდი რეიტინგი. ყველა ტელევიზიებში. და მიმართებაში. მაინც რა არის იმედია და მაყურებელი ზოგი იყო. მეორე მოცვა, ანუ სადღაც 90% და მეტი ქონდა 4-დან 14 წლამდე თუ არ ვწდები შეიძლება ვსვემაბადეთ, მაგრამ ნუ აი ამ ფარგლებში დილის 4 საათზე დაახლოებით ამდენივე ბავშვი უყურებს ხოლმე ვიდეო პატრულს და უყურებდა. ხო, ნუ ეს სისტემები ეპარება და ყველაზე სასაცილო ეგ იცი რისმე 14 წლამდე რო ჩამოწევთ 12 წლამდე დაჭერების მერე უყურებენ ბავშვები რა კნა. და აღარ პატრულსაც აღარ უყურებ. მესამე დავამთავრებინეთ კიდე ეს მოგეჩვენება მეთქი რო გითხარი. ვათვალიერებ ამებს და მაინტერესებს ჩემი ასაკობრივი კატეგორია რა 14-დან 25 წლამდე მაშინ როცა ევრეკის ახს მაუწყებლობდით რა. და უყურებ რომელ საათზე რას უყურებენ ეს ახალგაზრდები რომ შესაბამისი ზომები მივიღო და უცბად დავინახე უზარმაზარი რეიტინგი. აი ესეთი ავარდნილი რეიტინგი აქვს. რა გააკეთეს ესეთი კაცო? რა აკეთეს? მოამბე აფხაზურ ენაზე. ეხლა ამ კომპანიამ აი ერთი კვირის წინ გააკეთა პრეზენტაცია თავისი კვლევების. კვლევა ჩაატარეს და ამ კვლევამ აჩვენა რომ რუსთავში მაესტრო არ აჩვენებს. თურმე რუსთავში ჩვენ არ ვაჩვენებთ. მე რუსთავში ვცხოვრობ და უყურებ მაესტროს. ჩემი მთელი უბანი უყურებს. მთელი ჩემი ნათესავები უყურებს და შენ გონია რომ უყურებ თორე ისე არ აჩვენებს. მე წარმოვიდგე. რო გეშლება რაღაც ეს სხვა ამბავია შეგეშალა და ნუ ბოლო გაპატიებს ვიღაცა როცა იტყვი რომ შემეშალა რა. მაგრამ ერთხელ გითხრეს, ორჯერ გითხრეს, სამჯერ გითხრეს რომ არ არის სწორი, ნუ აკეთებ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ გვაზიანებს უყველას არ შეიძლება ამის ესე კეთება. აი სწორედ მაგაზე საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოვა ქუჩაში. გამოვიდა ქუჩაში, არ დაიჯერეს მაშინ. ხო გამოვიდა ქუჩაში. ეხლა ამას ვერ შეიყვან უკან. შიგნით უკვე რესურსები ამოწურულია. შეო, დამთავრებული ბაზარია. ერთი რაღაც მინდა თქვა რა, რომ სწორედ მაგასთან დაკავშირებით რა, რომ ეხლა ხო არის რომ ეძახიან რომ ეს თქვა მეშისტია, ის ვიადისტია, ის ვიღაცისტია. ეხლა ამასთან დაკავშირებით მე რა მინდა თქვა რომ ვენაცვალე ყველას ვისაც რეალურად და გულწრფელად ჯერა ნიშასი და ამთავრობის რა. და აბსოლუტურად მისაღები როგორ? გულწრფელად თუ ჯერა კი. მაგას ვამბობ, ვენაცვალე და ეს ჩემი ოჯახის წევრი არის და მისი ნება არის ეს რომ უნდოდეს ესეთი ხელისუფლება. ზოგი არის რომ მინდა ესეთი მატრახიანი და ხმლიანი და ეს მისი აზრი არის. და მისი აზრი შენს და მეც უნდა გავითვალისწინოთ, ვისაც გულწრფელად ჯერა, გულწრფელ ადამიანებზე მაქვს საუბარი. პატივს მის უფლებას მის აზრს. მაგრამ ერთი წამი პატივს ავცემ იმ ადამიანს, რომელიც ფულის გამო, კეთილდღეობის გამო, რაღაცის გამო მოყვეთ. ნებისმიერ რაღაცის გამო ფიქრობს სხვანაირად, მაგრამ მოქმედებს სხვანაირად. რამდენი არ მოდის აქ? იგივე შენი მეგობრები რამდენი არ მოდის? რატომ არ მოდიან? რის ეშინიათ? მე რო ეხლა მჯეროდეს ნიშასი აქ კი არა, სადაც გინდა იქ წავალ და იქ ვილაპარაკებ მის სიმართლეზე. სადაც გინდა. ამ ხალხმა რითი უნდა ეხემძღვანელოს? მარტო